გირჩევნია შემიძლია გადავჭდე. არა, იყავი, არ შემიშლი ხელს. რა ვიცოქს არ უყვარს, როცა კითხულობენ თავზე რომ მათქანან. ხდები რომ ნერვიულობ, მაგრამ დამიჯერე. არაფერი გაქვს სანერვიულო. მე? ნერვიულობ? არა. აი, ცოტათი ნერვიულობ, მართლა არ მოგირიდოს, გადავჭდები. იყავი. ხალატი. ალბათ უამრავი თემა დაწერილა ამ საკითხზე. ბევრ ფილოსოფს გაურჩევია, პოეზია შეუთხზავთ. ამიტომ თავს არ მოგასყენთ მეტაფილოსოფიის განხილვით. მე მოგიყვებით ერთ დღეზე, რომელიც ჩვეულებრივად დაიწყო. ბიჭო, ცოტა ძირფას ხوارდაოთ. რანაირად 10%-იანი ნამატი არაფერია. ვახ, რა სასაცილოები ხარ? აუ, რა შორიანი ხარ. მე ვარ შურიანი? ხო და ცოტა გვერდზე გადაგე, კარგი იქნება. შურიანები არ უხდება სიყვარულის დღეს, ბიზნესი არ გაგვიჭო. ბიზნესი და არ გვით უკვე ფოტოშით. რა ხდება? ვალენტინობასთან დაკავშირებით ბიზნესს დავიწყეთ. სერიოზული ბიზნესია. რატო გეღადავებით? იახით და ვეფრენეთ, არავის დაუწყია. ხო, ნაბიჯ. მოიცა. ემილი ვისე პრანჭება წითლებში გამოწყობილი? ვისვე პრანჭები? ხო, რაღაც გაბრანჭულადაა გამოწყობილი. მე? რა სისულელია, ჩვეულებრივად მოცვია. კი. გაბრანჭულია. სულ ესე ვიცმენ ხოლმე. არა, ლამაზ გამოყურები, მაგრამ თუ ეპრანჭები შეგვიძლია ბუშტები, შოკოლადები, კიდე ყვავილები მოგართოს. აუ, ესე როგორ სერიოზულად უყურებენ ბიზნესს. მისიად გაგვატანთ? რადო? ეხლა უფასოდ მოგოცი და მერე გადაგიხდით. შეიძლება. აბა ახლოს მოიწით ახალგაზრდაო. Muzika? უმეძახით ხოლმე. შეგაგით. რა მევასება ეს შოკოლადი? რა იცოდი რომ მიყვარდა? შენთვის არა. ის რა არის? მარიამ, ვიცი აგინა ჩემთან ლაბარაკი. ამიტომ გადავწყვიტე წერილი დამეწერა. და მომწია შენი დავალების რა მეჭინაო? უი, გაიხარ. მოისა, მე ვიცი რაც უნდა. Oime, after all, Roy, dartmas ხო არ არის? მიდი აბა. ეგრეც ვიცოდ.
არ იყავი ლოგისტიკაზე ჩააბარა? ჯერ არა, მაგრამ რამეს მომიფიქრე. შპარალკები დავწერე და მოგცემ. მე უკვე ყველაფერი დავწერე. ხო, შენ ვიცი დაწადი. ახლა რა გვეწყება? ქართული. ბევრი რა შევა. მაგრამ მომინატრა ქართულის მასწავლებელი. იმას ოშიშს. არ ვიცი, ალბათ მარიამზე დაგრუზული ეს დღეები. ყვავილები გამოდანეს მერვე არ შეწყვეტ. კონკურენტი გამოგჩნდა? რაღაც წერილია. გოგონასთვის წითლებში. დღეს ჩვენ გამოვიყურება განსაკუთრებულად ლამაზადო. აქ რატოდებ რა იცი რომ ჩემია? ემილეს საიდო მოთაყვანის მცემელი გამოვჩნდა? აუ, კაი რა. რა თაყვანის მცემელი. ძალიან ლამაზი კი არის ესე. თქვი ვინ არის? კაი, რას გვიმალა? კლასელები არ ვართ? ემილი ვინ არის? კაი, მიდი თქვი. აუ, კარგით რა, არავინ არა, უბრალოდ ვიღაცამ ყვავილები გამოაგზავნა. გამარჯობა. შენ აქ რა გინდა? ბოდიშ. გავდივარ. აბა როგორ განწყობაზე ხართ? უი, მოიტანეს ჩემი ყვავილები. ჩვენ გოგონა ემილიას მოუტანეს. ისეა გამობრანჯული. არ ვარ თქო გამობრანჯული. ისე მართლა რა კარგად გამოიყურები. რამე განსაკუთრებული ხდება დღეს? განსაკუთრებული შეიძლება ხდება, მაგრამ გამობრანჯული არ ვარ. ნუ, საინტერესოა. რავი, ნორმ ყვავილებია, ჩვენი ჯობია. თქვენც მოგართვეს ყვავილები? არა, მას მე და დათჩიმ ბიზნეს დავწყეთ და ვალენტინობის რაღაცებს ვიყიდით. ეზოში მერხი მაგისტვის დგას? დიახ, მას. ვა, საინტერესოა, შემოგიგვით გაკვეთილების მერე. აუ, კიდე ფაზაკლებიც გაგკეთებთ. კიდე ფასდაკლება გაკლიათ, ისედაც ჩაგივარდათ ბიზნესი. ფასდაკლება მომწონს. მეც ჩემი მხრიდან სიკეთეს დაგიბრუნებ და აბა ეხლა ყველამ გადავშალოთ 43 გვერდზე. ალექსანდრე, მესამე თავის კითხვა ხმამ ახლა დაიწყო. აუ, კარგით რა. მიდი, ნუ ზარმაცობ. ბიზნეს ზარმაცი და გაუნათლებელი ადამიანები არ უყვარს. კარგით ხო. ჟურნალისტმა ლურჯყიანი როული იპოვა, ვიღაც ბიჭის ღიური აღმოჩნდა. ვინაიდან როულს სახელი და გვარი არ ეწერა და მისი პატრონის ბოლო რიც დაეკა. სვირფასო მარიამ, ვიცი არ გინდა ჩემთან ლაპარაკი, ამიტომაც გადავწყვიტე წერილი დამეწერა და გულახდილად მომეყოლა ყველაფერი. რამდენი შოვეთ? ალექსანდრე, რამდენი ვიშოვეთ? ბუღალტერია ალექსანდრე? მალე დაიხურებით მაშინ. ჩვენი მოგება -14 ლარი. მიხვეწებით მინუსებში როგორ გაყვედი? ინისიად გავეცდი ბევრი. აი ხო ზუსტად ის დროა, ლაზარმა რომ დააკენწლოთ. ხო, -14 არაა კარგი. საღო, მაგრა აკეთე. რა სჭირს ამას? ანუ სამეგობროს ბიზნესი გაგიხსნიათ. არა, ჩვენ მკაცრად ვემიჯნებით ამ ბიზნესს. მე რომ მოგინდებათ გვიანი იქნება.
ხო, ლიმუზინით რომ მოგიჩერებთ და გადმოხედოთ უბიზნესოებს. ცალი არე წამი. კი. წამომყავი. ნისიების სიამოვნებაც გააქვთ? სია უნდა გაუკეთებინა? და ალექსანდრია თქვენი ბუღალტერი, ხო? დაჩი ჩაიხსენების და სანამდროა. გასწავლეთ ეს ყველები ბარბარის გამომდინარე. ვაიმე, ბოდი შემილი. შენი ყვავილები მიდის საკუთრე შემთხვევით. არა უშავს ისე შემთხვევა შენი ყვავილები რომ მომცეს. და თურმე მე უნდა შევწხვენა და ირა ყვავილები რა, ჩვენგან რატო არ იყიდეს? ხო, თან ჩვენ შოკოლადს ვაყოლებთ საჩუქრად. აუ, თქვენგან უნდა ვიყიდო რამე. ისე სახლში ვერ წავა. მართლა? ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ღალატი ყოველთვის დასასრულია წერტილი ურთიერთობაში. მაგრამ ზოგჯერ ეს მხოლოდ მძიმეა, რომლის შემდეგაც ახალი, უფრო მნიშვნელოვანი წინადადება იწყება. დღეს მე დავინახე, რომ მეგობრობა არ ნიშნავს მხოლოდ ერთად სიცილს. ეს ნიშნავს შიშის ერთად დამარცხებას. პატიება საჩუქარი არ არის. ეს გამბედაობაა. ხო, პირდაპირ მითხარი თუ არ ვარგა. იცი რა არის? ყველა ვის ღალატზე დაწერა, გამოიყენა ზოგადი დებულებები. დაიხმარეს მწერლების ციტატები. თემას უტრიალეს ყველა მხრიდან, მაგრამ შენი ყავი, შენი თავი და ღალაზე მოყევი ნამდვილი ადამიანური ისტორია. ზედმეტი ციტატების გარეშე. იუმორიც იყო და ყველაზე მეტად ყვავილების არევაზე გამეცინა. პატიებაც იყო. მეგობრების ფასიც ჩანდა. ცუდია ეგ? პირიქით. მეცნიერული სიზუსტი წერა ყველა შეუძლია ისწავლოს. მაგრამ ნამდვილი ემოციები ფურცაზე რომ გადმოიტანო, აი ეგ ნამდვილად რთულია. ერთი იყო შენი მობრძანება წერლებში. მართლა? ბოდიში ხორდა კუჭა კაცაცმელი. არაფერია საბოდიშო. შემდეგ მინიშნებამდე. მეგობრობის და საწყისი ისამდე ძვირფასია და შეუფასებელი როგორც ოქროს საწმისი მე ჩემს მეგობარს ავუხელ თვალს გავუღებ კარს ვაჩვენებ გზას მე ერთგულების